არც ამან სწოდა, არც ამ მშობელთა მისთა, არამედ რათა გამოცხადნეს სიტყვა ღვთისა მაგას ზედა. ამას ეუბნება და პასუხობს მაცხოვარი მოციქულებს, როდესაც ისინი მას ეკითხებიან თუ რატომ დაიბადა ბრმად პიროვნება აღწერილი სახარებაში. და სწორედ ეს არის პასუხი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ შევაკავშიროთ ერთმანეთს ადამიანის ჯანმრთელობა, ან განსასწრებელი, ან რაღაცა ცუდად აწყობილი ცხოვრება დავაკავშიროთ მის, ან მისი მშობლების, ან მისი წინაპრების წოდასთან. ხანდახან ხდება ისიც, რომ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ან განსასწრებელი სწორედ ღვთის სადიდებლად ემართება, სწორად რო გამიგოთ ახლა, იმისთვის ემართება, რომ იგი გაძლიერდეს და სხვაებიც გააძლიეროს, როდესაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლდება. შეიძლება მას მთელი ცხოვრებას მოუწიოს ამ ჯგრის დარება, მაგრამ ჩვენ საეკლესიო წრეებში, სამრევლო წრეებში გვაქვს ესეთი მოსაზრება, რომ აი მაინც და მაინც ცოდვის ბრალი არის ყველასნეულება. ზოგადი მასშტაბით ესეა, ზოგადად ცოდვა სანამ არ არსებობდა, არც დაავადება არ იყო, მაგრამ პიროვნულ ასპექტში ყოველთვის ასე არ არის. და სწორედ ამას უსვამს ხაზს მაცხოვარი. ამიტომაც ვეცადოთ ხოლმე რომ ერთმანეთს არ დაუკავშიროთ რაღაც ფაქტები, ჯანმრთელობის მდგომარეობები, ვთქვათ, მეკითხებიან ხოლმე ბლოგზეც, რომ აი დაუნის სინდრომით დაავადებული შვილი მყავს, ან მიკროცერებრალი მყავს, ან ვთქვათ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი მყავს. და აი ცოდვა ხომ არ არის. არა, რა თქმა უნდა, დაავადება შეიძლება რომ ცოდვა იყოს. ეს გამორიცხული ამბავია, ცოდვა არის ღვთის საკუთარი თავის და მოყვასის მიმართ არასწორი ცხოვრება, არასწორი დამოკიდებულება და ასე ვთქვათ, აცილება, ამარტია ბერძნულად, მაგრამ არაფერი კავშირში ეს არ არის დაავადებასთან. და პირდაპირი კავშირი არ არის, გლობალური კავშირი არის, მაგრამ პირდაპირი არა. ამიტომაც განსაკუთრებით სხვა ადამიანების შემთხვევაში არ დააკავშიროთ მაინც და მაინც, ესე იგი, ჯანმრთელობის პრობლემები ცოდვებთან. არ არის სასურველი ამბავი. გაიხარეთ, ჯვარი გეწეროთ და მომავალ შეხვედრამდე.